სურამის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ახალი გზა სურამსა და ჩუმათელეთს გვერდსაულის და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს შეუერთდება. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სურამის შემოვლითი გზა დაბა სურამს ტრანზიტული მოძრაობისა და საცობებისგან განტვირთავს, შეამცირებს გადაადგილების დროს და გააუმჯობესებს უსაფრთხოების ხარისხს. საქართველოში არასდროს მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ყოფილა ნაწარმოები, ეს არის მართლა ისტორიული ფაქტი და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს მოსახლეობას და არა მხოლოდ ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება უახლოეს პერიოდში რიკოთის ამ მნიშვნელოვანი მონაკვეთით ისარგებლოს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯია და კიდევ ერთხელ მინდა ყველას დიდი მადლობა გადაუხადო ათასობით ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე ჩვენ მოსახლეობას გაუმჯობესდება გადაადგილება, რა თქმა უნდა, აღნიშნული მონაკვეთის გახსნა შეამცირებს როგორც დროით გადაადგილების რაოდენობას, ასევე უფრო კომფორტულად მოუწევს ჩვენ მოსახლეობას გადაადგილება. ფაქტიურად უკვე აღშენებულ ავტობანს, რომელიც მოდის სურამამდე, აერთებს რიკოთის მონაკვეთს. ყველაზე კრიტიკული მონაკვეთია ეხლა მთელ ინფრასტრუქტურულ გზების ნაწილში, ესე ვთქვათ, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, დასრულების ფაზაში ვართ, როგორც ხედავთ, ბევრი სამუშაო პარალელურად მიმდინარეობს. საკმაოდ რთული მონაკვეთი იყო გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მაგრამ კარგად დავძლიეთ ეს მონაკვეთი. ეხლა მიმდინარეობს მოპირკეთებითი სამუშაოები და ელექტრომექანიკური ნაწილის მონტაჟი, განათებების ტრანსფორმატორ ოთახების და სამართავი პუნქტების მოწყობა.